მოგესალმებით, მე ვარ ენდოკრინოლოგი ეკა ჯანჯარია და დღეს მინდა გესაუბროთ ოზემპიკის არასტანდარტულ დოზებზე. ძირითადად გამოყენებაშია ხოლმე 4 დოზიანი 1 მილიგრამიანი კალამი, თუმცა გვხვდება განსხვავებული დოზები, ასევე გვხვდება 8 დოზიანი კალამიც. ამ ბოლო დროს უკვე რამოდენიმე შემთხვევა შემხვდა, როცა პაციენტები 8 დოზიანი კალმიდან დოზას ითვლიან არასწორად და ამიტომ გადავწყვიტე ჩამეწერა ეს ვიდეო. 8 დოზიანი კალამი არის ორჯერ უფრო კონცენტრირებული, ანუ იგივე მოცულობის სითხეში არის 8-ჯერ 1 მილიგრამი, ანუ 8 მილიგრამი წამალი. შესაბამისად, იგივე ფორმულა, რითაც ვითვლიდით 4 დოზიანი კალმიდან არ გამოგვადგება. 8 დოზიან კალამში 1 მილიგრამი არის 36 გადატრიალება, მაშინ როცა 4 დოზიანში 72 გადატრიალებაა. შესაბამისად, 8 დოზიანი კალმიდან როცა გვინდა რომ გავიკეთოთ 0.5 მილიგრამი დოზა, ანუ ნახევარი დოზა, მაშინ უნდა გავიკეთოთ 18 გადატრიალება, ხოლო თუ გვინდა საწყისი დოზა 0.25 მილიგრამი გავიკეთოთ, მაშინ მოგვიწევს გავიკეთოთ 9 გადატრიალება. ჩემი თხოვნა იქნება, რომ კარგად მიაქციოთ ყურადღება დოზირებას, შეფუთვას, მოქმედების ვადას, არის თუ არა სითხე გამჭვირვალე, დოზა ყოველთვის თვითონ გადავამოწმოთ, დავითვალოთ ერთი დოზა, რაც კალამს აწერია 2 მილიგრამია, 1 მილიგრამია თუ რამდენიც არის, რამდენი გადატრიალებაა და შესაბამისად მარტივი მათემატიკური ფორმულით გამოვთვალოთ უკვე ის დოზა, რაც ექიმს აქვს დანიშნული. ასევე აუცილებლად ექიმის მეთვალყურეობით გამოიყენეთ მედიკამენტი, რა თქმა უნდა, დაზღვეული იქნებით შეცდომებისგან.